ეს ჩემპიონატი იყო დაგეგმილი იმისათვის, რომ ოქტომბერში არის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში და აქ ეს შეჯიბრი ჩატარდა იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრები დამდგარიყო. ყველა მონაწილეობდა ამ შეჯიბრში, გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით საიმოჭი დავისა, რომლებიც ოლიმპიური ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორები არიან. ესენი არიან დავით ხახალეიშვილი, სოსული პარტელიანი და ევროპის წლევანდელი ევროპის მეორე პრიზიორი გიორგი რევაზიშვილი. დანარჩენი უნაკლოდ მიიღო თელმა საქართველოს მონაწილეობა, ყველა რეგიონი იყო ჩამოსული ამ შეჯიბრებაზე. ყველა რეგიონმა თავის მონაწილეები გამოიყვანა და ეს ჩატარდა ჩვეულებრივად, როგორც უნდა ჩატარებულიყო. ეს ძალიან დიდი შეჯიბრია. ამაზე დიდი შეჯიბრი საქართველოში არ ტარდება. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ მსოფლიოზე დასაყენებელია. ჩემთვის ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს ლიცენზია მსოფლიოზე წასასვლელია, წასასვლელი ლიცენზიაა. ვინც შეჯიბრს ვერ მოიგებს, მსოფლიოზე ვერ დადგება.